მოგესალმებით ძვირფას ტელემაყურებლებო, მორიგი სპორტული მიმოხილვა ობიექტივზე და რა თქმა უნდა საინტერესო სტუმრები, ისევე როგორც წინა გადაცემებში. როგორც იცით, ჩვენ უკვე კარგი ხანია დავიწყეთ გადაცემათა ციკლი კოტე მახარაძე 90. ალბათ ხვდებით, რომ წელს 17 ნოემბერს კოტე მახარაძე 90 წლის გახდებოდა, თუ ჩვენ მას უკდავად მოვნათლავთ, ვიტყვით, რომ გახდება. და რა თქმა უნდა მის გარშემო საუბარი სპორტის და არა მარტო სპორტის ხელოვნების ყველა მოყვარულსაც ძალიან დააინტერესებს. დღეს ჩვენთან სტუდიაშია თენგიზ ბაჭკორია, ეს გახლავთ საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი. მე არ ვიცი, ეს არის უნივერსალი, როგორც ფანების ბელადი, ასევე ბელადი ჟურნალისტები. საერთაშორისო ჟურნალისტი გახლავთ, რომლის ნაწერს კითხულობს არა მარტო საქართველო, არამედ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა. კოლორიტი, საქართველოს კოლორიტი, თენგიზ ბაჭკორია თავისი აღნაგობითაც, თავის ჩასმულობითაც, ისტორიითაც და ოჯახური მდგომარეობითაც. თუ რატომ ამას ჩვენ მერე თენგიზ ბაჭკორია და რა თქმა უნდა ლეგენდარული ჩემთვის მე მგონი ძალიან იშვიათად რომ ვინმეს ასე უთხრა და ასე უწოდო გალაქტიკის ლეგენდას უწოდებ გიორგი ასანიძეს. რაც მან გააკეთა ათენის ოლიმპიადაზე, ეს იყო სასწაული და სასწაულ მოქმედი გახდათ ტრავმირებული გიორგი ასანიძე, ოლიმპიური ჩემპიონი, სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი და ადამიანი, რომელიც თავის თანაგუნდელებთან ერთად ამზადებს ახალ სენსაციას და ახალ სასწაულს. მძიმე წონასწამთა შორის მსოფლიო რეკორდი. ამის შესახებ ჩვენ გვექნება გადაცემის ბოლოს საუბარი. დასაწყისში კოტე მახარაძის შესახებ და რა თქმა უნდა სიტყვას ვაძლევ თენგიზ ბაჭკორიას, რომლის ნაცნობობა კოტე მახარაძესთან, ჩემგან გასწრებით, იმიტომ რომ მე მას უკვე 1964 წლიდან დაუმეგობრდი, დაიწყო 1993 წელს. მოგესალმებით ბატონო ჟამბლე, დიდი მადლობა რომ მამიწვიეთ. ახალგაზრდების განსაკუთრებით მინდა ვიმართო, ვისაც არ უნახია, არ მოусმენია ბატონი კოტეს რეპორტაჟები, არა მარტო დიდი კომენტატორი, ლეგენდარული კომენტატორი, არამედ ძალიან საინტერესო პიროვნება, ძალიან დიდი ინტელექტის და იუმორის მქონე ადამიანი. მე გავიცანი 1993 წელს, როცა სოხუმში ჩამოვიდა და ეს გაცნობა იყო ძალიან უცნაურ გარემოში, სანაპიროზე, სასტუმროშიც ცხოვრობდა ბატონი კოტე. გაიმართა იქ პატარა მილჩენკოს სასტუმროში ხომ არა. ანატოლი მილჩენკო იმ დროს იყო ერთ-ერთ მატჩზე წასული მგონი, ფიფას არბიტრი, ახალგაზრდებს ვეთქვი ფიფას არბიტრი, საქართველოს საუკეთესო და არბიტრად აღიარებული მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთის არბიტრი და კოტე მახარაძის ძალიან კარგი მეგობარი. უახლოესი მეგობარი არა. სანაპიროზე შემაგროვებლები გროვდებოდნენ, გაიმართა ესეთი კამათი, იცის თუ არა კოტე მახარაძე მეგრული. მე ვინიზლავე უთხარი 100 რუბლი ხომ წარმოგიდგენთ, იმ დროს ამხელა ძალა ქონდა აფსრულს, დღევანდელებას $300 უფრო მეტი თუ არ არის. და მივედით, დაველოდეთ კოტეს, როცა გამოვიდა სასტუმროდან 10 კაცი მივედით და ვეკითხებით. კოტე მიქეთ-აქეთ იყურება, რა ხდება, რაში არისო საქმე? რამე ჩორტს ხომ არ მიგდებდო ჩორტს? არა მეთქი ჩვენ, რაზე ინიზლავეთო? მე უთხარი ერთ რესტორანზე, ხო არ შემიძლიაო რესტორანში, დღეს მე ვემზადებიო. ხო და შვენიერად მეგრული დიალექტით ისაუბრა და მე მოვიგე ის 100 რუბლი, რასაკვირველია, ფულადი არ იყო, აქ იყო უფრო სხვანაირი. და ეს იუმორიც სულ ისე გაცნობა ძვირი დაგიჯდა, ძალიან კარგად დაგამახსოვრდა. სულ ვეუბნებოდი ბატონ კოტეს, თქვენი ვარი მაქვს მეთქი და მახსენდება რასაკვირველია, ყოველდღე ხშირად უსმენ მის რეპორტაჟებს, არქივებსაც, YouTube-ში არის, ვისაც აინტერესებს. ვიდეო მოგიტანეთ და შესაძლოა ცოტა მერე ალბათ, არა? მე ვფიქრობ, ჯობია ახლა ჩავთოთ ეს ვიდეო ფირი, რომ ნახონ ეს ვიდეო фири. Чартов фири. Чем вообще можно сравнить арену популярных футбольных состязаний? Ну, для вас с нами это уникальное зрелище. Зрелище, в котором рядом с участником драматического действия всегда мерцают, мечутся, умирают, восстают заново, как из пепла, тени наших страстей. Ну, а что для футболистов? Что для постановщиков этих нешуточных спортивных баталий и тренеров? Команда еженедельно выходит на поле укращать мяч, искать
признание публики, дерзко бросая вызов и соперников, и турнирной судьбе. И так из месяца в месяц. Привычная с детства заданность правил игры, повторяющиеся знакомые лица соперников, судей, наперед известная реакция прессы. И все-таки каждый новый футбольный матч, как премьера, каждый новый выход на ударную позицию разгоняет пульс человека до 200 ударов в минуту. В 1971 году одна из самых классных команд советского футбола, «Динамовцы Тбилиси», на радость болельщикам Советского Союза и, естественно, в первую очередь Грузии и Тбилиси, представляю сейчас, что творится в Тбилиси. Ликует столица Грузии, ликует вся наша страна. Тбилисцы овладели этим кубком. Сейчас они получат кубок, который вручит им президент УЕФА Артемио Франки и государственный секретарь Бангертер. На этом мы заканчиваем передачу футбольного матча. С победой вас, любители футбола! Передача была организована советским телевидением и всесоюзным радио. Вел эту передачу Коте Махарадзе. Внимание, внимание! Говорит и показывает Тбилиси. Говорит и показывает Тбилиси. Сегодня здесь, на тбилисском стадионе «Динамо», спортивные репортажи Коте Махарадзе были яркими даже в эпоху черно-белого телевидения. Краски в них добавляли буря эмоций и страстей комментатора, которые превращали прямую трансляцию в незабываемый спектакль. Его голос знала вся страна, и даже далекие от спорта люди замирали перед телевизорами, когда в эфире звучал бархатный баритон Константина Ивановича. Вот эти вот знаменитые, где он бьет своей любимой левой ногой, или вообще грандиозно, пока мяч в воздухе, коротко о составах команд. То есть все смеялись над этим, это было свежо, это было живо. Его первый прямой эфир состоялся осенью 1957 года. За 40 лет комментаторской работы Махарадзе провел около 3000 теле- и радиотрансляций. Друг и ученик Николая Озерова, он никогда не пользовался домашними заготовками и шпаргалками. То, что слышали миллионы болельщиков, было результатом импровизации и актерского мастерства. Когда я пообщался с ним лично, мне показалось, что как же досадно, что спортивные комментарии не позволяли следить за лицом комментатора во время всего этого события. Потому что он, конечно, как актер, лицом своим мог работать абсолютно идеально. То есть он даже не понимал, что изменилось. Может быть, изменилась, не знаю, форма глаза, вот как-то по-другому посмотрел. И многое было понятно абсолютно без слов. В книге «Слуга двух господ» Махарадзе признается, что ревнует Коте-комментатора к Коте-актеру и наоборот, и смеется над тем, как его представляют. Гениальный комментатор, они прекрасный артист. Члены семьи, близкие и друзья окружали Константина Ивановича своим вниманием, с ним любили общаться, а сам Махарадзе называл себя классической говорящей головой. Однажды, когда в рабочий кабинет Коте Махарадзе никто не вошел в течение 15 минут, он решил, что все его бросили, и вывесил плакат «Я узник одиночества». Вы знаете, он всегда был позитивным. Да, у каждого человека меняется настроение. Но Коте злым или грубым никто не видел. Наверное, поэтому у всех была тяга к общению с ним. В последние годы жизни любимым детищем Коте стал театр одного актера, созданный им вместе с супругой, народной артисткой Грузии Софико Чаурели. Небольшая сцена и гостиная, которая на время спектакля превращалась в зрительный зал. И тогда маэстро можно было не только слушать, но и смотреть ему прямо в глаза. Мы артисты, все этим сказано. Вы должны служить людям. Когда все вы отдыхаете, дорогие друзья, в праздничные дни, в воскресенье, в субботу, вот тогда и работает мы, актеры. Это наша участь. Михаил Рубакидзе, Юлия Весова, Маргарита Шила и Георгий Базадзе. კიდევ ერთხელ დარწმუნდით, რამხელა დონის ინტელექტი ჰქონდა ბატონ კოტეს, ტემბრიდან დაწყებული იუმორით, შინაარსით და ძალიან მენატრება კოტე. აი ძალიან მენატრება. არავის არ ეწყინოს. ტყუილად კი არ აღიარეს საკვაშილში საუკეთესო კომენტატორად. კი, ოზოროვ და კოტე მახარაძეს ერთად ახენებდნენ, მაგრამ თავად რუსმა კოლეგებმა მე-20 საუკუნის აი ხა აქვს შეიძლება ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები, რომლებიც უსმენდნენ რუსულ ენაზე იმ გადაცემას, შეიძლება კითხვა დაებადათ, რომ რატომ რუსული და არა ქართული.
სწორედ ისაა ყველაზე მთავარი, რომ თავად რუსმა კომენტატორებმა რუსულ ენაზე მოსაუბრე ქართველი კოტე მახარაძე დაასახელეს მე-20 საუკუნის ძალიან ძნელი იყო მათთვის მე-20 საუკუნის სიუჟეტი რომელიც ჩვენ ნახავთ იშკობა, ეგოიზმი, რა თქმა უნდა, შური არის ყველგან და იყო მათშიც, მაგრამ მაინც ობიექტურობას ვერ გადააჭარბეს და როდის დაასახელეს ეს იყო ჩვენი სახელი, ეს იყო საქართველოს სახელი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხდებოდა არა მარტო რუსეთის ეკრანებზე, არამედ მთელი ევროპის და მთელი მსოფლიოს ეკრანებზე გადიოდა. ეს კოტე მახარაძე იყო საქართველოს ავისი სახე, როგორც ინტელიგენტი, როგორც ინტელექტუალი, როგორც სპორტსმენი, როგორც სპორტული კომენტატორი, როგორც მსახიობი, ძალიან კარგად თქვა რა, როცა მემაცხადებენო. ამბობდნენ რომ талантливый гениальный комментатор და прекрасный артист. прекрасный артист ანდროს მსახიობი იყო რაღაც სამ себе завидовал. ეს სიუჟეტი გავიდა რუსეთის ცენტრალური არხით, რამდენიმე ავტორი ყავს მათ შორის მიშა რობაქიძე და მინდა გითხრათ ვასილი უდგინის სიტყვის მიაქციეთ ყურადღება ეს ცნობილი კომენტატორი NTV-ში მუშაობდა ახლა არა დღეს არა ახლა ამ მომენტში არ მუშაობს ტელევიზიაში გუშინ მქონდა მიმოწერენ მასთან მათ ურთიერთობა ამ მომენტში ძალიან საწყენია კონფლიქტი მოვიდა და ვასილი უდგინმა რომ თქვა კაცი რომელიც ძალიან შეყვარებულია საქართველოზე ის რომ ყოფილიყო იმ მომენტში საშუალება რომ გამოჩნდეს კომენტატორის სახე როცა მიხავს მას რეპორტაჟი ახლა უკვე არის ნახეთ ევროპის ჩემპიონატზე გვაჩვენებენ და ხშირად იმ დროს ხმარ იყო იჯდნენ თავისი 4-5-ში და ფაქტურად არაჩვენებდნენ ამიტომ კიდევ ერთხელ ვიტყვი აღიარეს ფაქტურად არა მარტო საბჭოთა კავშირის საუკეთესო კომენტატორად მე-20 საუკუნეს არამედ მთელი აღმოსავლეთ ევროპა რუსულენოვანი აუდიტორია ეგრეთ წოდებული სოციალისტური ბანაკი და დასავლეთ ევროპაშიც ძალიან უნიკალური პიროვნება და ამაში კიდევ ერთხელ დაწმუნდი 1994 წელს. დეკემბერი საქართველოს ნაკრები მიდის ალბანეთში ოფიციალურ მატჩში შესაძლოა ტურნირის მატჩზე დატო კლიბაძე, კოტე მახარაძე, მე კიდე რამდენიმე ჟურნალისტი ჩავფრინდით ჩადაშორის მე რამდენიმე სიტყვას ვიტყვი ამ ზავრობის შესახებ. ვიდრე გაფრინდებოდა კოტე მეუნება რომ ჭამლეთ სოფლის ყველა კუთხე მაგ მოულები ყველა ქვეყანაში ყოფილვარ ევროპაში ტირანაში არა ყოფილვარ ალბანეთში ტირანაში იყო ერთ თამაში და ყოფილვარ ალბანეთში არა ყოფილვარო და მე უნდა დავხურო ევროპა კი ჩაფრინდით ჩარტერულ რეისით ტირანაში პატარა აეროპორტი იყო ჩამოვიდით კიბეებით რომ არის ის ჩამოვიდით და მეუნება თენგო передавай გადაეციო კოტე закрыл Европу დავხურე ევროპას საბჭოთა დროს ახალგაზრდებს უსწნი იმ დროს 60-იან 80-იან წლებში საბჭოთა არ ქონდა არავითარი ურთიერთობა ალბანეთთან არც ერთი გუნდი საბჭოთა ყოფილი რესპუბლიკაში საქართველოსთან არ თამაშობდა არც ერთ სახეობაში ალბანეთთან არ ჩადიოდნენ და ასე შემდეგ რასაკვირველი არც კოტე არც ნიკოლოზ ოზეროვი არ ყოფილან ალბანეთში და ეს პირველი შემთხვევა იყო 94 წელია საქართველოს მოიგო 1-0 შოთარელაძემ გაიტანა ბურთი 18 წუთი იყო ალბანეთი არ იყო ისეთი ძლიერი როგორც ახლა არის ევროპის ჩემპიონატზე გამოჩნდა და კოტე მეუნა პირდაპირ აეროპორტში დავხურე ევროპა გადაეცი სპორტექსპრესში იყო ცოტა სხვანაირად კოტე закрыл Европу а Тингис Пашкори открыл Европу იმიტომ რომ მე მანამდე პირველად იყო უცხოეთში და მანამდე დავდიოდი ლიტვაში ლატვიაში ესტონეთში მაგრამ ის იყო საქართველოს რესპუბლიკები და ბევრი მიზეზის გამო ვერ მოხდი უცხოეთში 80-იანი წლები ის იყო და მაგრამ ის ათაურის ნაწილი მოაშორეს შემდეგ ახლა მე ვიყავი პატენ კოტესთან შედარებით და დატოვეს კოტე закрыл Европу და მინდა გითხრათ რომ ჩავედით ალბანეთში ნაკრები განათავსეს ტირანაში ჟურნალისტები წაიყვანეს ქალაქ დურეში დაახლოებით 40 კილომეტრი სანაპირო ქალაქი მივედით სასტუმროში და შუქი არ არის ცხალი არ არის კოტე მეუნება სადვარტო თენგიზ და გაგიჟებული იყვნენ ჩემი ჟურნალისტები იმ დროს არ იყო არც შუქი არც ცხარი 2 საათში ჩარდეს მაგრამ ის საკმარისი იყო კოტემ უკვე შექმნა თავისი სიუჟეტი იმისათვის რომ ეს მე გადაცემაში თქვა მეორე დღეს და მინდა გითხრათ რომ კოტეს მიყავდა ეს რეპორტაჟი ალბანეთიდან 1-0 მოვიგეთ იმ დროს სულ უგებდით ალბანეთს და საჭირო აღნიშნოთ რომ შემდგომ პერიოდში ახლა კოტე რომ იყო უკვე კიევში თქვენ ერთად წახვედით ხო
ეს როდესაც პრეზიდენტმა დაპატიჟა იმ მატჩის რეპორტაჟის სასაყვანად. უკრაინის პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმა ორი შემთხვევა, ერთხელ ბლოხინის გაცილება და მეორეც როცა კიევის დინამო ევროპის ჩემპიონატ თასზე თამაშობდა, როცა ახიკალაძე და გიორგი დემეტრაძე თამაშობდნენ, ორივემ გოლი გაიტანა. ეს ყველაფერი წინასწარ თქვა მატჩის დაწყებამდე კოტე მახარაძე. მე მინდა უთხრა ახალგაზრდებს, რომ კოტე იყო ძალიან კარგი კალათბურთელი. თქვენ იცით, მე გამიგია, ბევრი წამიკითხავს, თბილისის დინამოში თამაშობდა და როცა თბილისის დინამო 46 გახდა საკავშირის თასის მფლობელი, ფინალში არ უთამაშია, მაგრამ თამაშობდა, მიუხედავად პატარა სიმაღლეზე. შემადგენლობაში იყო ფინალურ მატჩზე არ გამოსულა მოედანზე, მაგრამ საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი გახდა. ჯორჯიკია მეუნებოდა, რომ ძალიან კაი კალათბურთელი იყო, მაგრამ სახიობობამ ძალიან ნიჭიერი კალათბურთში ჩანდა ეს და კიდევ რადგანაც კალათბურთზე გადავედით, სანამ კოტეზე ერთ ფრაგმენტი მინდა კიდევ მოგიყვეთ, რადგანაც კალათბურთზე გადავედით, მინდა მივმართო მოსკოვში მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეებს, ქართველებს და სხვა ეროვნების წარმოშობით საქართველოსდან არიან, თხოვნით, რომ 5 აგვისტოს მოსკოვში, მოსკოვის ოლქში, უფრო ზუსტად ხიმკიში, მეტროთი შეიძლება მიხვიდეთ, არის საერთაშორისო ტურნირი. 5 აგვისტოს საქართველოს ეთამაშება ბელორუსის ნაკრებს საღამოს 8 ნახევარზე და 6 აგვისტოს რუსეთის ეროვნულ ნაკრებს. საქართველოს ეროვნული ნაკრები კალათბურთში ეთამაშება რუსეთის ეროვნულ ნაკრებს 6 აგვისტოს საღამოს. ცერემონია იწყება 7 ნახევარზე საღამოს და მინდა გთხოვოთ ძალიან, ვისაც აქვს დრო, სურვილი და საშუალება, მიხვიდეთ ამ მატჩზე და უკომაგოთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, რომელიც ამჟამად იმყოფება სლოვენიაში, 2 აგვისტოს მატჩი გვაქვს სპარინგ მატჩი პორტუგალიასთან, 4-ში ჩადის ჩვენი ნაკრები მოსკოვში და 6-ში არის რუსეთის ეროვნულ ნაკრებთან თამაში. და ძალიან დიდი მადლობას მინდა მოუხადო წინასწარ იმ ხალხს, ვინც უკვე გამომეხმაურა და აპირებენ წარსვლას, იმედია უკომაგებ ტრიბუნას. დანარჩენი მოედანზე გადაწყდება, ეს ამხანაგური სპარინგ მატჩია, მაგრამ ამას აქვს თავისი. რახან კოტე მახარაძეც საუბრობ, ჩვენ დავამატოთ რომ ვინც კოტე მახარაძეს იცნობდით და ვინც აფასებდით კოტე მახარაძეს. ყველა მოდით იმ მატჩზე. მეგო დიდი მადლობა, ახლა ჩვენი მართლაც გენიალური პიროვნება გიორგი ასანიძე და ალბათ სასწაული პიროვნება სპორტის არა მარტო ერთ სახეობაში, არამედ საერთოდ მithumetes ოჯახი ყავს ჩემთვის, მე გადარეული ვარ მისი ოჯახის წევრებზე, მის შვილებზე, ერთი მეორეზე უკეთესი 4 შვილი, რომლებიც თითქმის ყოველთვის იმსახურებენ სკოლაში რაღაც გებადიდებას სწავლის პროცესში. და გიორგი ასანიძე, რომელიც მე მგონი ეხლა ოლიმპიურ თამაშებზე წამსვლებიდან ერთ-ერთი ყველაზე მღელვარე პიროვნებაა, იმიტომ რომ მას განსაკუთრებული მოვალეობა აკისრია, ისევე როგორც კახი-კახიაშვილს ამ ფედერაციის პრეზიდენტს. გიორგი, ოლიმპიადაზე, შენ გუნდზე, რომელიც აკარიჯერ და მოგვიანებით წახვდით, ბაზალეთში ხართ როგორც ვიცით და იქ ემზადებით აი ამ ოლიმპიური მწვერვალ